გამარჯობათ. მას შემდეგ, რაც ეშმაკმა ადამი დაიყოლია ცოდვაზე, დაითანხმა. მას შემდეგ ჩვენ ყველას დაგვემართა ცოდვაზე დამყოლი ხასიათის სინდრომი. ბოროტების მიმართ მიდრეკილება გაგვიჩნდა. საკმარისია გონებასთან მოვიდეს რაღაც აზრი და ცოდვითი ბედნიერება შემოგთავაზოს. 1-2 ბიძგი საკმარისია, რომ ჩვენ ფარხმალი დავყაროთ და მის მორჩილებაში გადავიდეთ. იმდენად ძლიერია ეს მოქმედება, რომც მივხვდეთ, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ. ძალა არა გვაქვს, რომ გავჩერდეთ, ვიცით, რომ ვცოდავთ და მაინც ვცოდავთ. ფსალმონში არის ასეთი ფრაზა: პური გულსა კაცისასა განამტკიცებს. ამაში, რა თქმა უნდა, იგულისხმება ზეციური პური, ანუ ზიარება. სიმტკიცე არის ორნაირი. ეს არის ხორციელი და სულიერი. ხორციელი სიმტკიცეა, როცა კარგად ნაჭამ, ნასვამ, გამოძინებულ, ნავარჯიშევ, ჯანმრთელ ადამიანს ჰგონია ეს ეჩვენება, რომ თებს გადადგავს. მაგრამ საკმარისი არის ხოლმე თუნდაც ერთი ბაქტერია, თუნდაც 1-2 გრადუსით სიცხის აწევა, რომ ადამიანი საწოლში წევს და კვნესის. არსებობს მეორენაირი სიმტკიცე, სულიერი. მოწამეებს რას უშრებოდნენ ხოლმე, მაგრამ მათ სიმტკიცეს ვერ ტეხავდნენ. მოღვაწეობითი ცხოვრება, ლოცვა, მარხვა, აღსარება, ზიარება, საკუთარი თავის იძულება, რომ ღვთისმცნებების შესაბამისად იმოქმედოთ. დროთა განმავლობაში მოგანიჭებთ ცოდვაზე არადამყოლ ხასიათს. მიხვდებით, რომ არ არის სავალდებულო ღვინის დალევა, არ არის აუცილებელი შეგინება და ასე შემდეგ. სულიერი სიმტკიცე აუცილებლად დაგვჭირდება გარდაცვალების წინ. როგორც კი ხორცი დაიწყებს რღვევას, სული დაპანიკდება, რადგან ხორციელი სიმტკიცის იმედი ჰქონდა და როცა დაინახავს სული, რომ თავისი იმედი ხელიდან ეცლება, აუცილებლად შეეშინდება და დაპანიკდება. ამით დაარღვევს ღვთისმცნებას, უფალმა თქვა: ნუ გეშინიათ მათიო, ვინც ხორცს კლავს, არამედ ჩემი გეშინოდეთ. თუ ხორცის სიკვდილით შეშინდება ადამიანი, მადლს დაკარგავს და ეშმაკების პირისპირ აღმოჩნდება დაუცველი და ცოდვილი. ამიტომ მოვიპოვოთ, მოვიხვეჭოთ გოლგოთის გზაზე სიარულით მადლისმიერი სიმტკიცე, ცოდვაზე არადამყოლი ხასიათი და ეს იქნება ჩვენი ბედნიერი, ლამაზი, უდარდელი, უჭირველი გარდაცვალების და მარადიული სიხარულის საფუძველი. მერტყველა გახაროთ.